რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ზაზა შათირიშვილის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ქართული ოცნება ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული წერილით პასუხობს. თუ კი აქამდე ოცნების დეპუტატებს არაერთხელ უთქვამს, რომ ზაზა შათირიშვილის მოსაზრება მისი პირადი მოსაზრებაა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებდნენ, ახლა აბსოლუტურად მთელი ქართული ოცნება იზიარებს და უერთდება ზაზა შათირიშვილის პათოსს. პათოსი კი რუსოფობიას ეხება, როგორც ჩანს ქართული ოცნება და მისი პროპაგანდისტები განსაკუთრებით აგვისტოს ომის მოახლოებასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ამ წელს და ამ დღეებში შეაწუხა ქვეყანაში მსოფლიოში არსებულმა რუსოფობიამ და ზაზა შათირიშვილი აცხადებს, რომ რუსოფობია გამოიწვია არა იმ ქმედებებმა, რომელსაც რუსეთი განახორციელებდა 2008 წელს აგვისტოს ომის დროს საქართველოში, შემდეგ ყირიმში და განახორციელებს აგეურ უკვე მერამდენე წელია უკრაინაში, რომ რუსოფობია გამოიწვია არა რუსეთის ქმედებებმა, არამედ გლობალური ომის პარტიამ და გლობალური ომის პარტიის და ევროპის ბრალია ის, რომ სამყაროში რუსოფობია არსებობს. ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ ევროპელებს რუსი ტურისტების მიღებაც არ უნდათ და უკვე იმდენად მაღალ დონეზე არის რუსოფობია გამძვინარებული მთელს მსოფლიოში, რომ ლამის არის ევროპაში დოსტოევსკიც კი აიკრძალოსო. ასეთი წუხილებით სავსე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა ზაზა შათირიშვილმა და ამ წუხილებში ქართული ოცნებაც უერთდება ზაზა შათირიშვილს და ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ ახლა დიპსტეიტი და კონკრეტული ძალები რუსეთის გაშავებას ცდილობენ. პერიოდში ის მივიწყებული მქონდა და რაღაც ანტირუსული განწყობების მაქსიმალური შექმნა მოხდა მხოლოდ რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ. როდესაც ზუსტად ანალოგიური გააკეთა რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით, სამწუხაროდ მაგ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების გადატვირთული ურთიერთობები რუსეთთან და ვიხილეთ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერები რამდენიმე თვეში აღლუმზე პუტინთან ერთად მოსკოვში. დიპსტეიტმა დაიწყო რუსეთის გაშავება, როდესაც მათ ეს დაჭირდათ. და არ დაჭირდათ იმ დროს, როდესაც ჩვენთან ტრიალებდა ტრაგედია და ქართველების სისხლი იღვრებოდა. და უბედურება ის არის, რომ მაშინ ხელისუფლებაში რო იყო ეს აგენტურული ოპოზიცია, მაშინ დიპსტეიტის დავალებების მიხედვით პრობლემა რუსეთთან არ ქონდათ და პრობლემა რუსეთთან მათ შეექმნათ მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი. კი, ესეც მსგავსი ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი თავიდან გამოვდივართ, ხო? რუსეთი როგორც ბუა, რუსეთი როგორც რაღაცა ცუდი და რუსები როგორც ცუდები, ეს საკითხი განსაკუთრებული პოპულარული ტრენდული გახდა 2022 წლის შემდგომ. და აი ამ ზღვის ტალღის ქიმზე სცადა ნაციონალურ მოძრაობამ მოქცევა. სინამდვილეში თავადაც მათ პრაქტიკაც ამას აჩვენებს, წლების პრაქტიკა, რას აკეთებდნენ 2008 წლის ომის შემდგომ, რა გადაწყვეტილებები მიიღეს, რა ნაბიჯები გადადგეს იმისთვის, რომ რაღაც ფიანდაზები დაეგოთ რუსებისთვის და რუსეთისთვის. 2008 წელს და 8 წლის ომის შემდგომ ალბათ ნებისმიერი თავმოყარე ქართველი იქნებოდა გარკვეულწილად გულდაწყვეტილი, რომ ჩვენი პარტნიორებისგან არ იყოს სათანადო მხარდაჭერა, თუნდაც ოკუპანტის მიმართ მიღებული და გაღებული ზომების კუთხით არავის არ უფიქრია, არც არავის დასანქცირება, არც არავის უფრო მძლავრად საქართველოს მხარდაჭერა, კანტიკუნდად განცხადებებს თუ მოვისმენდით და ამით დაკმაყოფილებული ნაცმოძრაობა უკვე ხელგაშლილი ხდებოდა რუს ტურისტებს და რუსულ ინვესტიციებს, ამით რაც შეეხება დიპსტეიტს, ეს ნამდვილად არ არის მოგონილი და არც ილუზია. ამაზე თავად ის ადამიანები საუბრობენ, ვინც ძალიან კარგად იციან მთლიანად ის შიდა სამზარეულოს პროცესები, რომელიც გლობალური პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურდება. ჩვენ დიპსტეიტის შედეგები არაერთხელ გვიწვნევია. ჩნდება კითხვა, თუნდაც გვიან, მაგრამ მაინც თუ კი რომელიმე ქვეყანამ დაგვიანებით მაინც გაიაზრა რუსეთის აგრესიის და რუსეთის პოლიტიკის შესახებ, რატომ აწუხებს ეს ქართულ ოცნებას და რატომ არის შემაწუხებელი ქართული ოცნებისთვის, რომ ვინმე თუნდაც გვიან გაიაზრა ის ყველაფერი, რა საფრთხესაც უქმნის რუსეთი საკუთარ მეზობელ ქვეყნებს და აქვს თუ არა რეალურად ეს ყველაფერი გააზრებული ქართულ ოცნებას და თუ კი ეს ასე არის, მაშინ რატომ უჭირს ქართულ ოცნებას, რომ პარლამენტში ერთი რეზოლუცია
რეზოლუცია მაინც მიეღო რუსეთის წინააღმდეგ და მაგალითად დაეგმო რუსეთის ის ანექსიური პოლიტიკა, რომელიც ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებში განახორციელებს რუსეთი. ეს კითხვები დავუსვით ჩვენ ბუნებრივია დღეს ქართული ოცნების წევრებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება რიტორიკას და ქმედებებს უწუნებს ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვერ გვეუბნებიან ვერაფრით იმას, რატომ ერთი რეზოლუცია მაინც ვერ მიიღეს და ერთ განცხადებას მაინც ვერ აკეთებენ, თუნდაც აგვისტოს ომის წლის თავის წინა დღეებში რუსეთის საწინააღმდეგოდ ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილის მეორე ნაწილი უფრო მეტად აპოკალიფტური არის და ის საუბრობს იმასთან დაკავშირებით ძალიან მალე როგორ განადგურდება მთელი ევროპა და როგორ ეცდება deep state-ი, რომ მთელ სამყაროზე გავლენა და ბატონობა მოახდინოს. სამართლებრივი გაუპატევრება. კარგია, მაგრამ ომიდან ეს რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს, აი იმ წლებში, როდესაც მსოფლიომ აღიარა რუსეთის აგრესია, არის თვითონ პრორუსული და ის თუ როგორი პასუხები ჰქონდა დასავლეთს 2008 წელს, ვერ იქნება გამართლება ამ რეჟიმის თანამედროვე დღევანდელი პრორუსულობისა და მით უმეტეს ვერც იმ სრულიად პარანოიდული ბოდვისა, რასაც შათირიშვილის კონსპირაციულ თეორიებში ვკითხულობთ, რომელზეც ალბათ საშუალო სკოლის ბოლო წლების მოსწავლესაც მხოლოდ გაეცინება. დღეს შათირიშვილი და კობახიძე არიან კრემლის რუპორები, რომელიც ღიად ატარებენ ზუსტად იმ ნარატივს და ზუსტად იმ პოლიტიკურ შინაარს, რასაც ატარებს ზახაროვა, რასაც ატარებს ნარიშკინი და რაც არის კრემლის ოფიციალური სულიერი საზრდო ადამიანების მოსათხოვებლად. შათირიშვილის ფილოსოფიური ნაზრევი, ეს მის დამოუკიდებელი აზრი არ არის, ის აგრძელებს კობახიძის განცხადებას, რომელიც მან რუსოფობიაზე გააკეთა, რომელსაც უკვე მოგვიანებით მოყვა სუსის განცხადება, სადაც უკვე სისხლის სამართლის პასუხისგება შემოდის იმ ადამიანებზე, ვინც რუსებს და რუსეთს გააკრიტიკებს. ანუ ეს ერთიანობაში სამივე განცხადება მეტყველებს ერთ რაღაცაზე, რომ ქართული ოცნება ცდილობს ქვეყანაში აკრძალოს რუსების კრიტიკა, ანუ ის ეროვნული ბრაზი, რაც რუსეთს მიმართ არის ქვეყანაში, ამის წინააღმდეგ მიიღონ ზომები. ის ბრაზი, რაც საზოგადოებაში არის, რომ გადაფარონ, თავად საზოგადოებას გამოუტანეს განაჩენი და უთხრეს, რომ თქვენ რუსოფობები ხართ და რუსოფობია ამ ქვეყანაში დაირჩება. ანუ ფაქტობრივად პუტინს აწუხებს რუსოფობია და აწუხებს კობახიძეს და ივანიშვილის რეჟიმს. სულ რამდენიმე დღიანი შუალედში ირაკლი კობახიძის ვრცელი პოსტის საპასუხოდ ზაზა შათირიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი. ზაზა შათირიშვილი ბიზინა ივანიშვილის აზრების გამხმოვანებლად მიიჩნევა და შათირიშვილიც საუბრობს რუსოფობიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ეს არის ქართული ოცნების ახალი ხაზი აგვისტოს ომის წინა დღეებში, რომ ისინი საუბრობენ რუსოფობიაზე და ამბობენ, რომ რუსოფობია, რომელიც სამყაროში დღეს არსებობს, ეს ყველაფერი არა რუსეთის დამსახურებაა და რუსეთის ომების და რუსეთის პოლიტიკის დამსახურება არის, არამედ ეგრეთ წოდებული გამოგონილი გლობალური ომის პარტია არის დამნაშავე იმაში, რომ დღეს მსოფლიოში საზოგადოების დიდი ნაწილი რუსოფობიით არის განწყობილი.